გარიგების ხელოვნება თუ ტაკიის ხელოვნება? რომელ მათგანში ვართ? ქალბი და ხელოვნურად შექმნილი აღშფოთებიდან ზღვის ფლოტილიებზე დაწყებული, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის წყალბ ჩარჩოებამდე, ახლო აღმოსავლეთი ამ კვირაშიც მთავარი სათაურებისა და დეზინფორმაციის ცენტრში აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ძალიან შეესაბამება როგორც რეგიონის ხასიათს, ასევე გარიგების ხელოვნების ოსტატის ხასიათსაც. ჩვენ განვიხილავთ, როგორ უკავშირდება ეს მუსლიმური დღესასწაულების ეიდ ალ-ფიტრისა და მექაში ჰაჯის ტრადიციებს. თუმცა ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. რასაც ჩვენ ხედავთ, არის უძველესი 1001 ღამე, არაბული ზღაპრის მეტად დახვეწილი თანამედროვე ვერსია. ეს უძველესი ახლო აღმოსავლური მოთხრობების კრებული, რომელსაც დასავლეთი ჰოლივუდისა და დისნეის ფილმებთან, სიმბად მეზღვაურთან, ალიბაბასა და 40 ყაჩაღთან და რა თქმა უნდა ალადინთან ასოცირებს. თავდაპირველი ისტორია, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ღრმაა ვიდრე ფილმები. ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი ისტორიის გმირი შეჰერაზადე, რომელიც ამბებს ისეხვებოდა, რომ მუდმივ მოლოდინს ტოვებდა, რათა თავისი სიკვდილით დასჯა გადაედა. ჩვენ ნელ-ნელა ერთი განთიადიდან მეორემდე გვათრევს, როგორც ირანის რეჟიმი, ასევე დასავლეთის პოლიტიკური ფიგურები. ყოველდღიურად გვაწვდიან დამაინტრიგებელ ამბებს, რომლითაც მედია სიამოვნებით ამკობს საკუთარ გვერდებს. რეალობას მოწყვეტილი ფანტაზიითაც კი აჭარბებს. სხვადასხვა საინტერესო დამთხევაა თუ არა კალენდარი სულად ემთხვევა არაბულ ფოლკლორს. 1001 ღამე ამ ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ზუსტად ემთხვევა და აი 2026 წლის 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. უბრალოდ საინტერესო გვერდითი შენიშვნაა. ასე რომ ყოველი დღე ახალ სათაურს, ახალ მოულოდნელობას და კიდევ ერთ დაძაბულ მომენტს გთავაზობს. ეს ოსტატურად შესრულებული პოლიტიკური ილუზია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენი ყურადღება ზუსტად იქ იყოს მიპყრობილი, სადაც მათ სურთ და შორს იქიდან, სადაც სინამდვილეში უნდა იყოს. სანამ უფრო სერიოზულ ამბებზე გადავიდოდეთ, მოდი დავითხოვთ კვირის გრანდიოზული საზღვაო სანახაობით, გლობალური სამუდის ფლოტილიით. ამ ყველაფერს ჯერ დასასრული არ უჩანს. თქვენ ნახეთ კადრები და მოისმინეთ ცნობები ალკის გასარღვევად გამგზავრებულ ფლოტილიაზე, სელფი იახტ კლუბზე. ისინი, ისევე როგორც მეინსტრიმ მედია, ძალიან ისურვებდნენ, რომ გჯეროდეთ, თითქოს ეს არის გაბედული, გმირული მოგზაურობა, რომელიც ჰუმანიტარული გადარჩენის მაღალი მიზნებისთვის ტარდება. ამის ნაცვლად, რაც მივიღეთ, იყო პერფორმატიული აქტივიზმის მასტერკლასი. დასავლელი ინფლუენსერების, პროფესიონალი თაღლითების და ისეთი ტიპების მცურავი ქარავანი, რომლებიც მახსენებენ ჯინის მოძალადე, ბინძურ და რადიკალ შეყვარებულს ფილმიდან Forrest Gump-ი, ყველა ერთად გიჭიდროდ ჩასწნენ ნავებში და სასოწარკვეთით ეძებენ იდეალურ განათებას. ეს არის საბოლოო TikTok-ის ჯვაროსნული ლაშქრობა. ამ ხალხმა ზღვაში გასვლა არ დაიწყო იმისთვის, რომ საკვები ან მედიკამენტები მიეტანათ. ისინი თვითონვე აღიარებენ ამას და ამბობენ, რომ მათი ერთადერთი მიზანი ისრაელთან დაპირისპირებაა. ეს აქტივისტები თავს თანამედროვე მეკობრეებად ასაღებენ, რომლებიც სისტემას ებრძვიან იმ დროს, როცა ნავის სამზარეულოში შვრიის რძის ლატეს სვამენ. მონტე-კრისტოს დარბაზებიდან ჩიპოტლეს ბარებამდე. ისინი დაპირისპირებას ითხოვენ. ისინი დაპირისპირებას ევედრებოდნენ. რადგან ყალბი აღშფოთების ეკონომიკაში, შენი ოდნავ შეწუხებული სახის ფოტო მილიონი მოწონების ღირსია. სასაცილო ისაა, რომ ჩემი თაობა ჩვენ გქონდა ის, რასაც მოგვიანებით იახტ როკს უწოდებდნენ. 70-80-იანი წლების ბოლოს წარმოშობილ უჩვეულოდ რბილ, ზედმეტად დამუშავებულ soft rock-ის ჟანრს, სადაც მუსიკა სრულიად უგბილო იყო. მაგრამ ესთეტიკა მთლიანად იმაში მდგომარეობდა, რომ გეცვა ნავის ფეხსაცმელები, დაგელია კოქტეილები და გეგონა თითქოს შენი ზედა საშუალო ფენის პრობლემებს ზღვაში გარბოდი. მოკლედ გილოცავთ Z-თაობის და მილენიალების ინფლუენსერებო, რადგან თქვენ ოფიციალურად გამოიგონეთ სრულიად ახალი ჟანრი, იახტ პროტესტი. ვერ ვიკავებ თავს, რომ კრისტოფერ კროსი არ გამახსენდეს, როცა ვუსმენ მის სიმღერას ზღვაზე სეირნობაზე, მაშინ როცა აბსოლუტურად არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება. ან კიდევ უფრო შესაფერისად Doobie Brothers-ის სიმღერა What a Fool Believes მახსენდება, როცა მთელი ძალით ცდილობს შექმნა ის, რაც ჯერ არ შექმნილა და არც ერთ ბძენს არ აქვს ძალა ეს ლოგიკით გააქარწყოს. ზუსტად იგივე განწყობაა. ეს არის რბილი აქტივიზმი ელიტური კლუბის საზოგადოებისთვის. ეს არის ზედმეტად გადამუშავებული, სრულიად უსარგებლო სანახაობა, სადაც ყველაფერი ლამაზად გამოიყურება, მაგრამ შინაარსი სრულიად სარიელია. მჭიდრო რიტმული სექციის ნაცვლად გაქვს კარგად აწყობილი სოციალური მედიის სტრატეგია. მოწესრიგებული ვოკალური ჰარმონიების ნაცვლად გაქვს შეთანხმებული წინასწარ დამუშავებული შეძახილები. ისინი ყველანი ხმელთაშუა ზღვაში არიან, ნაზად ირწევიან ტალღებზე წინ და უკან, მღერიან თავიანთ პატარა საპროტესტო სიმღერებს იდეალურ ტონალობაში და გამოიყურებიან თითქოს მდგრადი თეთრეულის ტანსაცმლის ბრენდის რეკლამაში იღებენ მონაწილეობას.
ეს არის easy listening-ის ტიპის რადიკალიზმის უკიდურესი ფორმა. ისინი სურთ რევოლუციური მეკობრეების ესთეტიკა, მაგრამ დიდრული კრუიზისთვის დამახასიათებელი გლუვი და კომფორტული შეფუთვით. ეს არის ძალიან დახვეწილი, საშუალო ტემპის adult contemporary სტილის PR კამპანია. და მე თვითონ, რადგან წარსულში შეხვედრი ვარ ესეთ მემარცხენე აქტივისტებს, დარწმუნებული ვარ, მათ კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება აქვთ. ანუ ხო, ისინი ყარსან. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით მთავრობის პრესსამსახურში, როცა აქტივისტი, რომელიც ჟურნალისტად იყო გადაცმული, მოდიოდა აკრედიტაციის მისაღებად, რადგან პირდაპირ გრძნობდით მათ სუნს შორიდან. და ამბობდნენ, რომ გარემოზე ზრუნავდნენ, მაგრამ აბაზანის მიღება ამ ხალხს არასდროს სმენია. მეწოდებიან პოლიციელები, ვინც ისინი დააკავ. და მიუხედავად იმისა, რომ იახტების პროტესტის ჟანრის დაცინვა სახალისოა, ამ მოგზაური ცირკის უკანდგომი რეალობა ბევრად უფრო ცინიკურია. სასიამოვნო შეფუთული ფასადი ქრება, როცა ფულის ნაკვალევს და ხმელეთზე არსებულ რეალურ შედეგებს დააკვირდება. ეს ყველაფერი მავალ დონეზე კოორდინირებული, იარაღად ქცეული ხურადრების გადატანაა, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებადაა შენიღბული. ამ ნავების ორგანიზატორები არიან ჯგუფები, რომლებიც საერთაშორისო მთავრობების მიერ ტერორიზმის დაფინანსებისთვის ღიად სანქცირებულნი არიან. აშეტეშის ფინანსთა სამინისტრომ გასულ კვირას ოფიციალური სანქციები დააწესა ფლოტილიის მთავარ ორგანიზატორებს. ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბეზანტმა ოპერაცია ტერორიზმის საფარქვეშ ჩატარებულ პროტესტად შეაფასა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გამოძიებამ აჩვენა, რომ ჰუმანიტარული სახელწოდების მიღმა სანქცირებული ტერორისტული ჯგუფები, მათ შორის ჰამასთან დაკავშირებული ქსელები, ამ საზღვაო კონვოებზე მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებდნენ. გამოდის, რომ მათი იახტით პროტესტის ალბომი crowdfunding-ით არ დაფინანსებულა. მას მხარს უჭერდა კორპორატიული სპონსორების სია, რომელიც პირდაპირ გლობალური უსაფრთხოების ანგარიშიდან იყო აღებული. და ეს ფლოტილიის კომედია ზღვაზე არ დასრულებულა. როგორც მოსალოდნელი იყო, ისრაელის საზღვაო ძალებმა ფლოტილიაში აჩერეს და მონაწილეები ისრაელში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ნამდვილი შოუ დაიწყო. Ben-Gurion. მათ ადრე არნახული კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გადაიტანეს. ისრაელის დროშის მუდმივი ფრიალი, როცა უსმენ Ben-Guri's გაღიზიანებულ ხმას, რომელიც მღერის ამ ისრაელ ხაის. სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღმოვაჩინეთ, რომ მათი თავები იმდენ ხანს ჰქონდათ უკანალში, რომ ჟანგბადის ნაკლებობამ ტვინის ფუნქციები დააზიანა და მათი კოგნიტური უნარები დაარღვია. და ამას ვხედავთ მათი უცნაური ქცევითა და შეძახილი სლოგანებით, რომლებიც ჩამორჩენილია. იფიქრედით, რომ მას შემდეგ, რაც გადაურჩნენ იმას, რასაც ისინი საშინელ გეოპოლიტიკურ გამოცდად მიიჩნევენ, სახში ჩუმად გაფრენა მოუნდებოდათ. ამის ნაცვლად, როგორც კი ეს აქტივისტები ესპანეთში ბასკეთის ტერიტორიაზე დაეშვნენ, მაშინვე დრამაც იქ გადაიტანეს. აეროპორტის ტერმინალი აბსოლუტურ ჩხუბში გადაიზარდა. ადგილობრივი ცნობების მიხედვით, აქტივისტებმა და მათმა რადიკალმა მხარდამჭერებმა უარი თქვეს აეროპორტის გასასვლელების გათავისუფლებაზე და არღვიეს უსაფრთხოების ზოლები და აქტიურად პიკეტირებდნენ ჩამოსვლის კარიბჭეებს. ეს იდეალური ფანჯარაა ამ მოძრაობის ნამდვილი ბუნების სანახავად. იქნება ეს საზღვაო გადაზიდვების ბლოკირება თუ აეროპორტის ჩასტომის კარიბჭის გადაკეტვა, მიზანი არასდროს არის რეალური დახმარება, მიზანი ქაოსია. ერთი რამ, რაზეც ვერასდროს ვიხუმრებ და ვერ ვიპოვი იუმორს, არის ამ დეგენერატების ბილწი ბრალდებები თითქოს და სექსუალურ ძალადობაზე. ჩვენ ვიცით, რამდენად საძაგლები არიან ისინი, მაგრამ ეს დემონური სიბინძურია. ხედავთ, როგორ იცინიან და იპრანჭებიან, მერე კი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ. შეხედეთ ამ ყოფილ ისრაელ ტყვეებს თვალებში და უთხარით, რომ თქვენზე ძალადობა მოხდა. ამათგან თითოეულმა გააზიარა თავისი ისტორია, თუ როგორ ექცეოდნენ მათ ჰამასელი განტაცებლები. და კიდევ უფრო ბოროტი იყო ის, რომ ოჯახები, რომლებმაც ისინი ტყვეობაში ჰყავდათ, ქალები და ბავშვებიც კი, სექსუალურად ძალადობდნენ თითოეულ მათგანზე. ის მოქალაქეები, რომლებსაც თქვენ უდანაშაულოებს უწოდებთ. და ამ ყურადღების მაძიებელთადან ბევრი უარყოფს რეალურ სისასტიკეს და განზრახსნის პასუხისგებლობას სექსუალური ძალადობისთვის ბოროტ ჰამას და მას ძალადობის გადარჩენილებსა და ისრაელს აკისრებს. გონიათ Ben-Guri's მიერ დროშის საფრიალება მძიმე იყო? ისრაელის საზოგადოებას უკვე მობეზრდა თქვენი გამოხტომები. ამ ქალს და მის ემოციურ დრამას ოსკარი უნდა მისცენ საუკეთესო შესრულებისთვის. მართლა ემოციურია, როცა ვუყურებთ, როგორ იტაცებენ ფლოტილიის მონაწილეებს, რადგან ყველანი ცდილობთ დახმარება შევიტანოთ ხაზაში. სულს მიშლის, რომ დღეს ისევ ხედავ ბავშვებს და ადამიანებს, რომლებიც იხოცებია. ხო, მართალია. ის შეძრულია საშინელი შიმშილით. მართლა მინდა დავეხმარო და დავამშვიდო. და სანამ სიტყვა გენოციდი მემარცხენე ეკოკამერებში ტრიალებს, როგორც ნარკოტიკები, რომლებსაც ნავებზე იყენებენ, ღაზას საკუთარი სოციალური მედია დაკავებულია ყველაფრის გადაცემით, გენოციდის გარდა. როგორც აქ ხედავთ ამ ვიდეოებში და ბევრჯერ ადრე, ათასობით ვიდეო, რომელიც პირდაპირ ღაზადან იტვირთება, ქმნის სურათს,
რომელსაც აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო დასალურნურ ნარატივთან, რომელიც მსოფლიოს გამუდმებით თავს ახავს შიმშილისა და გენოციდის ნარატივს, შეხედეთ გადაჭედილ რესტორნებს, ჰუკას ლაუნჯებს, რომლებიც სავსეა ხალხით, პლაჟებს, რომლებიც ფრანგულ რივიერას გავს, კაფეებს, სადაც ხალხი უხვადაა, დიზაინერულ ტანსაცმელს, სილამაზის სალონებს, ფიტნეს ღონისძიებებს, რადგან არაფერი გამოხატავს მასობრივ შიმშილს ისე, როგორც 10 კილომეტრიანი გარბენი და შემდეგ სანაპიროზე წვეულება. და იდიოტები სერიოზულად ამტკიცებენ, რომ ხალხი შიმშილისგან ეცემა, იმ დროს, როცა მასობრივ სპორტულ ღონისძიებებს აწყობენ და ახალ გასართობ ადგილებს ხსნიან. შეუძლებელია გამოაცხადოს სრული სოციალური კოლაფსი მაშინ, როცა სოციალური მედია სავსეა მუსიკის, სანაპიროების, შოპინგისა და წვეულებების ვიდეოებით. შიმშილიაო ყვირია, მაგრამ ბოლოს ხდებიან, რომ ეს არასდროს ყოფილა სიმართლე. მოდით გადავდგათ ნაბიჯი იახტებიდან და მოვშორდეთ იდიოტებს, რადგან ნამდვილი ოინი ტალღებზე კი არ ხდება. ის ვაშინგტონისა და თეირანის დიპლომატიურ დარბაზებში მიმდინარეობს. რამდენიმე დღის განმავლობაში მთავარი მედია ოპტიმისტურად იყო განწყობილი გარღვევის მიმართ. გვიყვებოდნენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ირანის რეჟიმი ისტორიული ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმების ზღვარზე იყვნენ. ახალი გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, დროებითი 60 დღიანი ჩარჩო, დიდ ამბად ასაღებდნენ. ამ შეთანხმებით ირანი დროებით თმობს მაღალგამდიდრებულ ურანს. შეერთებული შტატები აუქმებს დამანგრევალ საზღვაო ბლოკადას, ხოლო სტრატეგიული ჰორმუზის სრუტე ჯადოსნურად განთავისუფლება ნაღმებისგან და ხელახლა გაიხსნება. ის ხელახლა გაიხსნა, რათა გლობალური ენერგეტიკული კრიზისი არ დააზარალოს ამერიკელი მომხმარებელი ბენზინგასამართ სადგურზე. დროის გასვლასთან ერთად აშკარა გახდა, რომ ეს არ იყო ჯინის მაგია ბოთლში, არამედ კლასიკური შეჰერაზადასეული შეწყვეტა ყველაზე დაძაბულ მომენტში. ეს არის ყალბი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დროის მოსაგებად ორი რეჟიმისთვის, რომლებიც ღრმად დაყოფილები არიან. ფუნდამენტურად შეუთავსებლები და სასოწარკვეთილები, რომ ეს კვირა გადაიტანა. 24 საათის განმავლობაში კატარში დიპლომატიურ თეატრსა და ადგილზე არსებულ ვითარებას შორის უზარმაზარი აცდენა იყო. მოლაპარაკეები ჯერ კიდევ დაკავებულები იყვნენ პრეს-რელიზების წერით, როცა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხრეთ ირანში მძიმე კინეტიკური თავდაცვითი დარტყმები განახორციელა. პენტაგონმა განაცხადა, რომ ისინი უშუალო საფრთხეებს აჩერებდნენ, კონკრეტულად კი ირანული რაკეტების გაშვების ადგილებსა და სწრაფი შეტევის ნავებს ესმოდნენ თავს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში ახალი ნაღმების დადებას ცდილობდნენ, იმ ნაღმებზე, რაზეც ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ირანისთვის ცეცხლის შეწყვეტა არის შესაძლებლობა, რომ გააუმჯობესოს თავისი მდგომარეობა და დაარღვიოს შეთანხმებები, რადგან ეს პირობები მათზე არასდროს ვრცელდება. რადგან ეს არაფრით განსხვავდება მათი პროქსებისგან, როგორიცაა ჰამასი ღაზაში და ჰეზბოლა ლიბანში, რომლებიც როგორც წლების განმავლობაში ახლაც არღვევენ ცეცხლის შეწყვეტას ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ, შემთხვევითი თავდასხმებით და ისრაელის სამოქალაქო ობიექტებზე სროლით. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰეზბოლაზე ძლიერი დარტყმების განხორციელება დაავალა. ბოლო რამდენიმე დღეში ისრაელმა 85-ზე მეტი საბრძოლო მასალა გამოიყენა ლიბანში, ჰეზბოლას 70-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დასარტყმელად. მათ შორის განადგურდა იარაღის სათხოვები და სარდლობის ცენტრები ქალაქ თვიროსში. ამაზე ვსაუბრობ სხვა პოდკასტში, სადაც სტუბრად მყავს ყოფილი JNS-ის პოდკასტერიც და ამჟამად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საერთაშორისო საკითხების მრჩეველი, ჩვენი კაროლინ გლიკი. ლიბანი ამჟამად ირანის კოლონიასავით მოქმედებს, რადგან ლიბანის ხალხს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს ჰეზბოლა შეუტევს თუ არა, ისინი უბრალოდ ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ თუ გსურთ ლიბანთან მშვიდობის მიღწევა, შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ჯერ რაღაც უნდა მოხდეს და ეს არის ის, რომ ჰეზბოლა უნდა განადგურდეს. და ჩვენ ვერ დაუშვებთ ესეთ დაუყოვნებელ, მოსალოდნელ და მზარდ საფრთხეებს ჰეზბოლას მხრიდან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. და სწორედ ესაა ჩვენთვის მთავარი საკითხი. რაც ჩვენ ხედავთ არის ის, რომ ისინი ცდილობენ შეუძლებელი ამოცანის შესრულებას. ეს არის შეთანხმება მეტი შეხვედრისთვის, 60 დღიანი პაუზა, რომელიც წარმოდგენილია როგორც გლობალური ხსნა, მაშინ როცა ბრძოლა გრძელდება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით რა არის ხელმოწერილი იმ ქაღალდზე ყატარში. ჩვენ არ ვიცით ამ აშშ-ში ირანის ჩარჩო შეთანხმების სრული დეტალები. ამჟამად თითოეული მხარე აგრესიულად ავრცელებს მხოლოდ იმას, რაც მათ ინტერესებს ემსახურება. თუ რამე ვისწავლეთ ამ დროის განმავლობაში, ეს არის ის, რომ პირველი დღის სათაურები სრულიად განსხვავდება მეათე დღის რეალობისგან. პირველი შეხედვით ეს მართლაც გავს ამერიკის დიდ დათმობას. ეს გავს უკან დახევას. მაგრამ სანამ პანიკაში ჩავარდებით, საჭიროა ამ სიტუაციას ცივი, გააზრებული რეალიზმით შევხედოთ. მოდით რამდენიმე ძირითად წესს გადავხედოთ, რომ გავიგოთ რა ხდება სინამდვილეში. პირველ რიგში გახსოვდეთ 80-20-ის წესი, როცა საქმე დონალდ ტრამპს ეხება. უკანასკნელი 1 წლისა და ნახევრის განმავლობაში დონალდ ტრამპი სტრუქტურულად კოორდინირებული იყო ისრაელთან, სანამ ეს პირდაპირ არ აზიანებდა ამერიკის პრიორიტეტს. 80%-ში ჩვენ სრულ თანხმობაში ვართ. 20%-ში კი ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს.
ისრაელი თითქმის ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებელ მოქმედების თავისუფლებას. ტრამპი დეტალებში არ ერევა. ის ფართო ჩარჩოს აყალიბებს. მეორეც კითხეთ საკუთარ თავს, ეს შეთანხმება სტრატეგიულია თუ ტაქტიკური? ნამდვილად აძლევს ტრამპი ირანს გეოპოლიტიკურ მუდმივ გამარჯვებას. თუ უბრალოდ ვადებს წელავს. ეს 60-დღიანი ჩარჩო უფრო გავს ტაქტიკურ ცნევის შემამსუბუქებელ სარქველს მსოფლიო ეკონომიკისთვის. ის დროს იგებს ბაზარს სუნთქვის საშუალებას აძლევს და უარს ამბობს. ნახევარი მსოფლიო მძევლად ყავდეს, სანამ მომავალში ბევრად რთული მოლაპარაკებისთვის მოემზადება. დონალდ ტრამპი კაცია, რომლის მთელი ბრენდი აგებულია ულმობელი ალფა მოლაპარაკის იმიჯზე. მას სურს მსოფლიოს უხელმძღვანელოს და არა ისეთი ლიდერი, რომელიც თეირანში რადიკალ მღვდელმთავართა ჯგუფს დაემორჩილოს. მან კაცრი საჯარო ხაზები გაავალ. არავით არის ბირთვული ირანი, არავით არის ბალისტიკური რაკეტების მუქარა მეზობლების მიმართ, არავით არის დაფინანსება ჰამასის, ჰეზბოლასა და ჰუსიტების მარიონეტული ქსელებისთვის. დროებითი პაუზა ენერგეტიკული კრიზისის მოსაგვარებლად არ ნიშნავს, რომ ის საკუთარ სტრატეგიას ანგრევს. ისრაელი ლიბანში რეალურ ფასს იხდიდა. ჩვენი პარტნიორობის ფასი აშშ-სთან იყო გადამწყვეტი დაპირისპირების გადადება ჰეზბოლასთან. და ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ჰამასთან, როცა ვაშინგტონი დიპლომატიური საცდელი პერიოდის დაჟინებით მოითხოვდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. მაგრამ როცა ჰამასმა უარი თქვა განიარაღებაზე და დიპლომატიური გზა ზუსტად ისე ჩაიშალა, როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-მ უკან დაიხია და ისრაელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქმის დასრულებისთვის. ამიტომ ეხლა მიზანია, რომ ღაზის პრეცედენტი ლიბანზეც გავრცელდეს. ჩვენ გავდივართ ამ 60-დღიან გეგმას, ანაც არ უნდა მოხდეს. ვაძლევთ გლობალურ ბაზრებს დასტაბილურების საშუალებას და ვიღებთ გარანტიას, რომ როგორც კი ჰეზბოლა დაარღვევს პირობებს, ისრაელი მოხსნის შეზღუდვებს და დაასრულებს მისიას. შემდეგ არის მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ბევრს გამორჩა. ვინ ითხოვა რეალურად კულისებში საგანგებო შეჩერება? სანდო ცნობები მიუთითებს, რომ სწორედ საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები მივიდნენ დონალდ ტრამპთან. სთხოვეს მას გამოეჩინა თავშეკავება და შეეჩერებინა მასიური სამხედრო ესკალაცია ირანთან. ჩემი ვარაუდი, რატომაც ეს მოხდა, კალენდარში უნდა ვეძებოთ. და არა, მე არ გულისხმობ მსოფლიო ჩემპიონატს, ტრამპის დაბადების დღეს, ან თუნდაც აშშ-ს 250 წლის იუბილეს. ჩვენ ახლა სწორედ ჰაჯის პერიოდში ვიმყოფებით, რომელსაც მაშინვე მოსდევს ეიდ ალ-ადჰა, მნიშვნელოვანი მუსლიმური დღესასწაულები. სოფლიოს ყველა კუთხიდან თითქმის 2 მილიონი მუსლიმი მომლოცველი მექაში მიემართება. საუდის არაბეთისთვის ეს წლის ლოგისტიკურად ყველაზე მგრძნობიარე და რელიგიურად ყველაზე წმინდა პერიოდია. და სრულმასშტაბიანი ომის დაწყება ამ მომენტში, ირანის პროქსების მხრიდან საპასუხო დრონების გაშვების რეალური საფრთხით, რეგიონში, სადაც მილიონობით სამოქალაქო მომლოცველია თავმოყრილი, რიადისთვის აბსოლუტური კატასტროფა იქნებოდა. ამიტომ დონალდ ტრამპი პასუხობს პირდაპირ საგანგებო ზარს მთავარი არაბი მოკავშირეებისგან. ის აძლევს მათ იმ სტაბილურობას, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდებათ წმინდათვის მშვიდობიანად გასავლელად. იცავს გლობალურ ენერგეტიკულ გადაზიდვებს და სპარსეთის ყურის ქვეყნებში უზარმაზარ დიპლომატიურ კეთილგანწყობას იხვეჭს. და ამ კეთილგანწყობას ის უდავოდ გამოიყენებს მაშინვე, როგორც კი დღესასწაულები დასრულდება და ნამდვილი მოლაპარაკებები დაიწყებათ. და სწორედ ამიტომ ვისმენთ ამ კვირაში ამდენ საუბარს აბრაამის შეთანხმებებს. ეხლა კი სხვა ამბებზე გადავიდეთ. ჰამასმა ამ კვირაში ღაზაში თავისი სამხედრო ფრთის ახალი მეთაური დანიშნა, მას შემდეგ რაც იზ ალ-დინ ალ, ან რაც არ უნდა ყოფილიყო მისი სახელი წინა ლიდერი, გასულ კვირას გაანეიტრალეს. ახალი ლიდერი, მუჰამად უდე, რომელიც ითვლება 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად, კვირას დაინიშნა ამ პოსტზე. და შემდეგ ის ოფიციალურად გაათავისუფლეს სამშაბათს, რადგან ისრაელმა მას შესაძლებლობა მისცა, რომ 72 ხაზთან ერთად იმქვეყნიური ცხოვრებით დაეთქვა. გაზადან მიღებული ცნობების მიხედვით ისრაელმა მოკლა საერთაშორისო საფეხბურთო ასისტენტ არბიტრი მუჰამად სამი ხატუბი. ხო, შეიძლება მისი ორი გადაწყვეტილება მოედანზე ყოფნისას არ მოგწონდა, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ ასე მოექცე. მოდი, ეს ხომ უბრალოდ თამაშია. მაგრამ შემდეგ ისლამურმა ჯიჰადმა გამოაქვეყნა ხატუბისადმი სამახსოვრო პოსტი, სადაც ძალიან ნათლად აღნიშნულია, რომ ის ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურია. რამდენჯერ გსმენია ისრაელის მიერ უდანაშაულო პროფესიონალების, ჟურნალისტების, ექიმებების, სპორტსმენების ლიკვიდაციის შესახებ და შემდეგ ვიგებთ, რომ ისინი სინამდვილეში პროფესიონალი ტერორისტები იყვნენ და თავად ტერორისტული ორგანიზაციები გლოვობენ მათ. მედია ამას არ ახსენებს. და ეს ძალიან გავს იმას, თუ როგორ აშუქებენ მოვლენებს აქ, ისრაელში. თქვენ ისმენთ ახალ ამბებს, როცა ქრისტიან მღვდელს ან მონაზონს ებრაელი თავს ესხმის ისრაელში. ეს მაშინვე ხდება მთავარი სიახლე და ასეც უნდა იყოს. ეს ვრცელდება სოციალურ მედიაში და იწვევს დიდ გაღიზიანებასა და რისხვას, როგორც წესი განზოგადებით. და ისეა წარმოდგენილი, თითქოს ეს ყველა ებრაელისა და ყველა ისრაელელის წინააღმდეგ ბრალდება იყოს.
თუმცა თქვენგან რამდენმა იცის ჯონ უილიამ კაკიშის შესახებ, რომელიც იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანულ კვარტალში მცხოვრები ქრისტიანია. კაკეში გასულ ხუთშაბათს გაათავისუფლეს ციხიდან მას შემდეგ, რაც მოიხადა 11 წლიანი სასჯელი, რომელიც მას დაუწესდა ძველი ქალაქის დამასკოს კარიბჭესთან ჩადენილი დანის შეტევის გამო, სადაც მან 2 რელიგიური ებრაელი სტუდენტი მძიმედ დაჯრა. თავარი აქ ისაა, რომ ყველა საზოგადოებაში არსებობენ გადახრებიანი ადამიანები. იქნება ეს ებრაული, ქრისტიანული თუ მუსლიმური. და მედიის მიერ ებრაელებისა და ისრაელის გამორჩევა არ არის იმისთვის, რომ ინფორმაცია მოგაწოდონ, არამედ იმისთვის, რომ შექმნან შთაბეჭდილება და თავს მოგახვიონ პოლიტიკური ნარატივი, რომელიც სურთ, რომ რეალობად ჩათვალოთ. აქ საქმეები არასდროს არის ესეთი მარტივი. იმედი მაქვს, რომ გარკვეული წარმოდგენა მოგეცით აქაურ რეალობაზე. მე ვარ დანიელ სეამანი. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც გადაცემაში Straight Up, აქ JNS TV სტუდიებიდან, იერუსალიმში, ისრაელში.